როგორც მოგეხსენებათ, დედამიწაზე ზღვები და ოკეანეები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ არა მარტო ცოცხალი რესურსების შექმნაში, არამედ დედამიწაზე საერთოდ კლიმატური პირობების ჩამოყალიბებაში. ერთ-ერთი მათგანი არის შავი ზღვა. მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, უშუალოდ ხალხისთვის. მოგეხსენებათ, შავ ზღვაში არის ისეთი რესურსები, რომლებიც ხალხი გამოიყენებს ყოველდღურად. ეს არის თევზი, ეს არის უხერხემლოები, ეს არის სხვა ისეთი ნივთიერები, რომლებიც ხდება მისი ამოღება და დამუშავება და ასე შემდეგ. ეკოლოგიური ფასეულობები ეს ცოტა რთული საკითხია, მაგრამ მე გეტყვით მოკლედ. ყველა ის ფაქტორი, რომელიც ზღვაში მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმზე მოქმედებს, არის ეკოლოგიური ფაქტორი. და ფასეულობა როცა ირღვევა, მაშინ როცა ეს ეკოლოგიური ფაქტორი იცვლება ადამიანის ზემოქმედების პრესის შედეგად. ამის ბევრი მაგალითი არის შავ ზღვაში. იყო პერიოდი, როცა ფიქრობდნენ, რომ ადამიანის მოქმედების შედეგად განსაკუთრებით დაბინძურების გამო შეიცვალა ზღვაში სიტუაცია. მაგალითად, ჩვენი დოქტორი პროფესორი მასვაინდის წიგნი არის შავი ზღვის ეკოლოგია, იქ წერს, რომ დაბინძურების გამო გადაშენდნენ თევზები, როგორიც არის თითქმის გადაშენდნენ სარგანი და ასე შემდეგ. მე არ დასტურდა, კი არ გადაშენდნენ, საკმაოდ შემცირდნენ დაბინძურების გამო, იმიტომ რომ მათი გამრავლების ადგილები მოისპო. შავი ზღვა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ყველაზე ლურჯი, ყველაზე უფრო ლურჯი ზღვა, ასე ამბობს უკრაინელი აკადემიკოსი იუვენალი ზაიცევი. და მართლაც ასეა, შავი ზღვა დიდებული წყალსატევია, როგორც ეკოლოგიურად, ისე ეკონომიკურად, გინდათ ესთეტიკურად არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მის სანაპიროზე განლაგებული საქართველოსთან ერთად 6 ქვეყნისათვის. აი ესე გასაგებია, ხო? 6 ქვეყანა ცხოვრობს, 6 ქვეყანა განთავსებული უბრალოდ შავი ზღვის სანაპიროზე და ყველა სარგებლობს ამ ასე ვთქვათ დიდებული მონაცემებით, რაც გააჩნია შავ ზღვას. რა თქმა უნდა, შავ ზღვას აქვს თავისი გარკვეული ნიუანსები, ასე ვთქვათ, ის არის ჩაკეტილი, ამაზე ალბათ გეტყოდათ კიდევ, ჩაკეტილი წყალსატევია და მას მხოლოდ ვიწრო სრუტეებით აქვს კავშირი ხმელთაშუა ზღვასთან, ან მსოფლიო ოკეანესთან. სწორედ ამან განაპირობა შავი ზღვის, ასე ვთქვათ, გარკვეული სიტუაციები, ბიომრავალფეროვნების სიმდიდრე და სხვა და სხვა. და მოკლედ მინდა აღვნიშნო განსაკუთრებით ბიომრავალფეროვნების შესახებ, რომ აქ არის ბევრი უნიკალური სახეობები, რომლებიც არიან უშუალოდ აბორიგენები, ანუ შავი ზღვის მკვიდრები და არიან ასევე საკმაოდ შემოსული სხვადასხვა ზღვებიდან და განსაკუთრებით ხმელთაშუა ზღვიდან. ჯერ ხმელთაშუა ზღვაში შემოვიდნენ, შემდეგ შავ ზღვაში. დიახ, საერთოდ რო აღვნიშნოთ ახლა მოკლედ მე არ გავცელდები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შავ ზღვას. მისი დიდია მისი გავლენა უშუალოდ კლიმატზე, მთლიანად საქართველოს კლიმატზე და არა მარტო საქართველოს კლიმატზე. შემდეგ დიდი რაოდენობით თევზი არის ზღვაში, რომელიც ადლევს, რომელიც ასე ვთქვათ, ვიჭერთ, ხდება მისი ჭერა და საუკეთესო პროდუქცია მოგვდის. ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით უნიკალურია, რომ აქ არის, რა ქვია, დაწყებული უხერხემლო ცხოველები და ხერხემლიანი ცხოველები, ძუძუმწოვრები არსებობს. თევზებზე გეტყოდნენ არა, მაგრამ კიდევ ჩამოვთვლი, რომ აქ არის დაახლოებით 10-მდე სარეწაო მნიშვნელობის თევზი და 30-მდე და მეტი კომერციული მნიშვნელობის თევზი და საერთოდ 100-ზე მეტი სახეობის თევზია დღეს ჩვენ სანაპიროზე და ისე მთლიანად შავ ზღვაში 160 სახეობამდე თევზია. მათ შორის არის ასევე თევზების გარდა არის დელფინები, სამი სახის დელფინი არის შავ ზღვაში, ძალიან საინტერესო დელფინები. ეს არის თეთრგვერდები, ზღვის კოჭები და აფალინა, რომელსაც აი თქვენ ატრაქციონებში ხედავთ
ხშირად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა, იმიტომ გაუმჯობესდა, რომ არც ერთი ქარხანა, ფაბრიკა, დაწესებულება არ მუშაობს და ამიტომ ზღვაში არ ჩაედინება ის იმდენი სიბინძურე, რამდენიც უწინ იყო. აი რომ ავიღოთ ბათუმის პირობები. ბათუმში ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, გემთსაშენებელი ქარხანა, ელექტროხელსაწყო, ელექტროპრიბორი და კიდევ უამრავი სხვები, მანქანათმშენებელი ქარხანა, რომლებიც ეს დაბინძურებული წყალი ყოველგვარი გაწმენდის, ყოველგვარი ესე იგი დამუშავების გარეშე მიდიოდა საბოლოო ჯამში მეშვებოდა ზღვაში და ეს ქმნიდა ძალიან ცუდ პირობებს. მე აქ მუშაობ 45-53 წელია და ჩვენ უწინ საბჭოთა კავშირის პერიოდში საკვლევო გემი ყავდა და მუშაობდით სარფიდან გუდაუთ იმამდე ლესელიძემდის. აი თითქმის შემიძლია განვაცხადო, რომ ბათუმიდან ლესელიძეში ჩასვლამდის მიყვებოდა ნავთობის ზოლები. როგორც სისარტყელა ნავთობის წყლის ზედაპირზე თვითონ სუბუქია და იშლება. ამიტომ ეს იმას მიანიშნებდა, რომ დაბინძურებულია. დღეს უფრო მეტია ტერმინალები, მაგრამ დაბინძურება ნავთობით ნაკლებია. იმდენად, რამდენადაც კონტროლი უფრო მკაცრია და გეგმა არ არის სწრაფად შესასრულებელი. თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობოები, რომლებიც კომუნისტების დროს არ იყო, ახლა არიან და ეგენი ხელს უწყობენ იმას, რომ გაკონტროლდეს და არ დაიშვას ის ეკოლოგიური კატასტროფები, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში ხშირად იყო. უნივერსიტეტში ვასაუბრები სტუდენტებს. აი გარემოს დაცვითი ცნობიერება ჩვენში ნულის ტოლფასია. იმიტომ რომ არ ხდება, ახლა თითქოს ჩვენ უნივერსიტეტში დავიწყეთ. აუცილებელი არის მოსწავლეებში და სტუდენტებში, განსაკუთრებით საშუალო სკოლაში, რაღაცა ფორმით ისწავლებოდეს გარემო დაცვითი ცნობიერების ამაღლება. აი თქვენ დააკვირდებით, ქალაქში მიდის ბავშვი, ნარგავია, რამე მე მოატეხავს ფოთოლს, ხეს, რაღაცას ხო და მიდის თითქოს არაფერი არ არის. ის იმას ვერაცნობიერებს, რომ ცოცხალი ორგანიზმია, ამის გაგუჭება და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. პირიქით მოვლა და სიფრთხილეა საჭირო. რა თქმა უნდა, ჩვენ საერთოდ ყველა ქართველი თვლის, რომ ეკოლოგიურად ძალიან განათლებული არის, განვითარებული არიან, მაგრამ ფლათასი არ არის და ჩვენ თვითონ მასწავლებლები ვართ, ლექტორები ვართ და ამას ვგრძნობთ უშუალოდ ხალხთან, სტუდენტებთან შეხვედრის დროს და ეკოლოგიური საკითხების წამოწევას, მათ პოპულარიზაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მე პირდაპირ რა თუ ხას გავუსვამდი, პირდაპირ მოვითხოვ თქვენგან, რომ ამას მეტი ყურადღება მიაქციოთ, იმიტომ რომ ესე იგი ეკოლოგიური განათლება, ეკოლოგიური შეგნება გადამწყვეტია ფაქტურად შავი ზღვისათვის. რა გაგებით? იმ გაგებით, რომ აი ღმერთს მადლობა, რომ დღეს შავი ზღვის მდგომარეობა შედარებით უკეთესია. შეიძლება ჩემი შეხედულება სხვისას არ დაემთხვეს, მაგრამ მე ვთქვა უკეთესია იმ გაგებით, რომ აი ბოლო წლების განმავლობაში ფაქტურად აღარ გვაქვს ქარხნები, ფაბრიკები, ეს მინუსიც და პლუსიც, მაგრამ ბევრი დიდი პლუსი ვიტყვის, რომ ბოლო-ბოლო მთავრდება საკანალიზაციო სისტემის ეს შენებლობა, უკვე დასასრულს ახლოვდება და ფაქტურად აცილებული იქნება ეს დამაბინძურებლები. შემდეგ ასევე ძალიან დიდ როლს ასრულებდა ზღვის დაბინძურებაში სანიაღვრე, ჩამონადენი წყლები და განსაკუთრებით სანიაღვრე წყლები. აი თქვენ იცით, რომ მოვა დიდი წვიმა, ღვარცოფი, კოკისპედული წვიმა, ეს ყველაფერი ჩადის იცით, რომ შავ ზღვაში სხვა, ასე ვთქვათ, ჩვენ არ გვაქვს სხვა კოლექტივი, რომ სხვაგან მიმართოთ ეს წყლები. ამ წყლებში მოსახლეობას მიშვებული ჰქონდა სხვათა შორის თავისი საკანალიზაციო ქსელი და სხვადასხვა. ამიტომ ეს ძალიან დიდად აბინძურებდა ზღვას. დღეისათვის უკვე მივდივართ დასასრულისაკენ, რომ აი ეს პრობლემები გადაწყვეტილია. მაგრამ რჩება აი ზუსტად მოსახლეობის, ხალხის განათლების პრობლემა. რა გაგებით, რომ მე ხაზგასმით აღნიშნავ, რომ დღეს შავ ზღვაში იმდენად არ გვაქვს დაბინძურების პრობლემა, აი უკვე აღნიშნე, რომ თითქმის წყაროები დაიხურა. გვაქვს სანიტარული პრობლემა. ანუ ადამიანები თვით ვაბინძურებ და ეს მარტო ჩემი სიტყვები არ არის, იყო შავი ზღვის კომისია ჩვენი სანაპიროს გავლით და იქ აღინიშნა, რომ
დაბინძურებებს ესე იგი ჩატარდა ქიმიური ანალიზები, ჩვენ ცოტარებთ ანალიზებს. ქიმიური მაჩვენებლები არ არის ცუდი, მაგრამ არის დიდი რაოდენობით დანაგვიანება. და არა დაბინძურება. ესე იგი ბოლო წლებში დანაგვიანება გადააჭარბა დაბინძურება. რაში გამოიხატება ეს? გამოიხატება იმაში, რომ ადამიანები სადაც თქვათ დადიან, პლაჟზე მოდიან, იკვებებიან, მოაქვს ამ ნარჩენებს ყრიან იქვე სანაპიროზე, ასევე შესაბამის პარკებს, ცელოფანს, სხვა რაღაცებს, ყველაფერს ტოვებენ სანაპიროზე და ეს ყველაფერი წვიმის მერე ან ქარის მერე ყველაფერი შედის ზღვაში. ასევე შეიძლება ხაზი რო არ გავუსვათ დინარეები. აი ჩვენი მოსახლეობის მოსახლეობაც დიდი რაოდენობით ის ნაგავს უშუალოდ ნებისმიერი რო დაათვალიეროთ ნებისმიერი ალბათ გექნება თქვენ გადაღებული კარგიც და ცუდიც რომ ნებისმიერ დინარეში არის ბევრი ჩაყრის ნაგავი რომელიც წყალდიდობის შემდეგ ყველაფერი მოდის ქარავანით მოდის ზღვაში. ამიტომ მოსახლეობის დონის განათლების დონის ამაღლება, შეგნების ამაღლებას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და მოგიწოდებთ რომ ყველამ ერთად დავერაზმოთ და უბრალოდ ხახალდი რომ ხახალდი აიღებული ხახალდი არ ჩავაგდოთ თქვა წყალში, არ გავაგდოთ ქუჩაში, არ დავაბინძუროთ ჩვენი ქუჩა და ასე ვთქვა სანაპირო და მაშინ რა თქმა უნდა პრობლემები ნაკლები გვექნება. და მე იმედი მაქვს რომ სულ მალე მართლაც გვექნება ყველაზე ლურჯი ზღვა და ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი კარგი პლაჟი. მე მაგათად გახდით მაიამის სანაპიროზე მქონდა ამის ბედნიერება და არაფრით არ განსხვავდა პირიქით ჩვენი სანაპირო ჩვენი პლაჟი ბევრად ჯობია ჯერ ჯობია იმით რომ კამკამა წყალი გვაქვს იმათი სანაპირო არის თიხნარ სიმნარი და ამგვარად აბრიგად აუცილებელია როგორც კი ზღვაში შეხვალ და გამოხვალ ხო მე აუცილებლად დუში თუ არ მიიღე ვერც კი ჩაიცვლა ჩვენთან არის გაკრიალებული სუფთა ხვინჭა კონგლომერატი ქვა ასე ვთქვათ და ძალიან სუფთად გამოდიხარ წყლიდან თუ კი პირიქით ჩვენ არ დავტოვებთ რაიმე შავ ზღვაში ესე იგი დიდი პრობლემები გააჩნია თუმცა ეს არ არის მარტო შავ ზღვის პრობლემა მე მქონდა საუბარი სტუმრებთან ინგლისელ მეცნიერებთან ჰოლანდიელებთან ფრანგებთან და აღინიშნა რომ ის რაც ჩვენ გვაწუხებს შავ ზღვაში ხშირად მსოფლიოშიც ასე ვთქვათ ტრადიციული არის განსაკუთრებით რამაც მხედველობაში მაქვს გადაჭარბებული თევზჭერა და ამავე დროს გადაჭარბებული თევზჭერასთან ერთად აი ყველაფრის ჭერა ანუ დაწყებული მოზარდიდან აი მე მქონდა ის საშუალება რომ სტუდენტთან ერთად გამოვიკვლიეთ ერთ-ერთი თევზის ჭერის პირობები აი როგორ ხდება კეფალების ჭერის ანუ დაჭერილი თევზის ნახევარს შეადგენს არასტანდარტული მცირე ზომის თევზი დაახლოებით 7-დან 10 სანტიმეტრამდე რაც დიდ ზიანს აყენებს საერთოდ თევზის მარაგს შავ ზღვაში და ამით ესე იგი სამომავლო მარაგი ფაქტიურად ისპობა და ნადგურდება. შემდეგ ამისა ყურადსაღებია ის რომ აი ეს გარდა ის ლიცენზიური სახელმწიფო და კომერციული ჭერისა არსებობს ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ჭერა თევზის. ეს არის ბრაკონერული ჭერა, პირდაპირ ბრაკონერული ჭერა. რაც იწვევს იმას, რომ ესე იგი ისინი გამოიყენებენ აგრზალური არაღებს, რომელიც არ არის ნებადართული გარემოსდაცვის სამინისტროს მიერ. ესე იგი ახერხებენ სხვადასხვა საშუალებებით უფრო ძვირფასი თევზის დაჭერას, ისეთები როგორც ჩამოთვალეთ ზუთხები, ორაგული და გამბალები და სხვა. შემდეგ ამისა ასევე ჩართული ყავთ, თქვათ, უცხოელი განსაკუთრებით თურქი მეთევზეები, იმათი გემები და ერთი სიტყვით ხდება თევზის მარაგის ამოღება მთლიანად და არა ისეთი მდგრადი განვითარებისათვის, ასე ვთქვათ, წელს თუ დავიჭირეთ რაღაც რაოდენობა, ვთქვათ, მომავლისთვის რომ დავიტოვოთ მოზარდები და კიდე დავიჭიროთ და იყოს, ასე ვთქვათ, მდგრადი მოხმარება აი ამ რესურსების. ამიტომ ეს პრობლემები განსაკუთრებულია და ყველა უნდა დავდგეთ თავის სიმაღლეზე, რომ ტელევიზიაც, რადიოც და ყველა რომ რაც შეიძლება შევამციროთ აი ეს ასეთი ზემოქმედება ძალიან უარყოფითი ზემოქმედება ზღვაზე და განსაკუთრებით თევზჭერაზე. ერთი გამორჩა კიდევ. ესე იგი თევზჭერის აი ეს ასეთი ჩრდილოვანი ორგანიზაციები დიდ ზიანს აყენებენ დელფინებს. გარდა იმისა რომ ისინი იჭერენ ძვირფას თევზებს როგორც აღნიშნე იჭერენ მოზარდებს,
ასევე ხშირად თავიანთი დაკრძალული იარაღებით, ხშირად ამ იარაღებში ახვედრებენ დელფინებს, იმის მაგივრად რომ თქვათ გახსნან ეს ბადე და გამოუშვან დელფინი, ისინი ელემენტარულად დელფინს ჭრიან ნაწილებად და ისევ ყრიან ზღვაში, რაც კიდევ იწვევს ასე ვთქვათ ეს დაავადებას და დასმევანებას და ასე შემდეგ. ჭოროხის დელტა საერთოდ ისეთი ადგილია, რომ ჩვენ გვინდოდა თავის დროზე მთავრობასთან ერთად გვინდოდა რომ გამოგვეცხადებია ჭოროხის დელტა ნაკრძალად გამოგვეცხადებია. მაგრამ აქ იმდენი პრობლემები და იმდენი პერსპექტივები იყრის თავს ერთად გადაჯაჭვულია, რომ იცით ხო, იქვე არის აეროპორტი, იქვე არის ახლა გამწმენდი თლიანად ქალაქის ფეკალური მასებისა და ჩამონადენი გამწმენდი სისტემაც იქ განთავსდა და ეს არიან ეცეცხლო დადებითია, უკვე დასასრულებლად უახლოვდება მე ნახე. ამიტომ ეს იქ გარკვეული პრობლემები არსებობს, მაგრამ ამავე დროს მოგვარებადია მე მიმართე რატომ? იმიტომ რომ რახანს საერთოდ ეკოლოგიური წინსვლის და ეკოლოგიური ასე ვთქვათ წონასწორობის აღდგენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიჩაგი გახლავთ ეკონომიკა. და აი სწორედ იმდენმა ეკონომიკამ მოიყარა ჭოროხის დელტაში ირგვლივ თავი რომ იქ აუცილებლად მალე ყველაფერი დალაგდება თავის ადგილას და მე მგონი დიდი პრობლემები არ იქნება და რაც შეეხება ახლა ჩამონადენ წყლებს აი სწორედ ფაქტურად ძირითადი მათი თავმოყრა და გაწმენდა იქ ხდება ზუსტად ჭოროხის სანაპიროზე და ეს ყველაფერი არის გაკეთებული ძალიან ბაღალ დონეზე სოლარიერთელი პროექტების ინჟინერების მიერ და პრობლემა არ არის ერთადერთი პრობლემა რაც იქ რჩება ჯერჯერობით მაგრამ უკვე ყველაფერი გათვლილი და რეგულირებული ეს არის ნაგავსაკი რომელიც რა თქმა უნდა დიდ ვარყოფით როლს თამაშობს საერთოდ დამჯერებაში მაგრამ ამის გეგმა მე თვითონ მოვისმინე ნახე არსებობს და მალე ის ნაგავსაყრელი აღარ იქნება შეიქმნება გაკეთდება სპეციალური ქარხანა რომელიც გადაამუშავებს ნაგავს და იქ ნაგავი აღარ მიიმართება შემდეგში ჭოროხის დელტა უნიკალური ადგილია ის უნდა შენარჩუნდეს როგორც არის მაგრამ ბეინერის კაშხლების აშენებამ ჭოროხზე ძალიან დიდი ვარყოფითი გავლენა მოახდინა. პირველეს ყოვლისა თევზის ამბავში. როცა არეგულირებენ წყალს კაშხლების, აივსობა კაშხლები, გაუშვებენ, დაიცლება, გადაკეტავენ მდინარეს და რჩება უცებ ვარდება მდინარის დონე, თევზი ვერ ასწრებს წყალში შესვლას, განსაკუთრებით ლიფსიტები და დიდი თევზის. და რჩება ნაპირზე და იხოცება მილიონობით ლიფსიტი და უამრავი რაოდენობით თევზი. მარტო თევზი კი არის სპობა. იმ წყლის ფსკერზე ცხოვრები ორგანიზმები, რომლითაც თევზი იპარება, იგიც სპობა. ამიტომ თანდათან უკვე აღარ იქნება ეს თევზი. მერე კაშხლები გააკეთეს, ახლა მე არ ვარ ნამყოფი ხანი. ეგრეთ წოდებული თევზსავალები უნდა იყოს კაშხლებში. მაგრამ არ ამგონია ფერი მაგას გააკეთებდნენ ისე როგორც ეს და რიგია, იმიტომ რომ ცოტა ზვირიჟდება. შავი ზღვა ტურიზმისთვის გამოიყენება პორტфес, სამთოს. ამით დიდი ტურიზმის შექმნა შეუძლებელია. ტურიზმით, ესე იგი, ხალხის გამდიდრება, დასაქმება შეუძლებელია. კი ბატონო, რამოდენიმე სასტუმრო შეივსობა, რამოდენიმე ბარმენი, რამოდენიმე მეეზოვე, რამოდენიმე დამლაგებელი იქნება და ამით თავდება ყველაფერი. იმიტომ რომ მოგეხსენება ჩვენთან არის სუბტროპიკი, ტენიანი სუბტროპიკი, ანუ დიდი რაოდენობით მოდის წვიმა. მთელ საბჭოთა კავშირის მასშტაბით ყველაზე დიდი რაოდენობით წვიმა ბათუმში და აგერ ტირალაზე მოდის. ტირალა აგერა ჩვენ. ჩვენთან ტურიზმი უფრო უკეთესი იქნება და უფრო უპრიანი იქნება მთის ტურიზმი რომ გამავითაროთ. შავი ზღვის რეკრეაციული მნიშვნელობა, საერთოდ მნიშვნელობა, როგორც დასვენების კერა, როგორც მოსახლეობის გაჯანსაღებისა და საერთოდ დიდი სარგებლის მიღების კერა ამდვილად ჩემში ეჭვს არ იწვევს და მე არ დავეთანხმები ცოტა რეზონდო თქვა რომ ცოტა პესიმისტურად თქვა რომ
2 თვე და 3 თვეო ჩვენ თუ კარგად მოვაწყობთ ყველაფერს ჩვენი პლაჟი იმუშავებს არა თუ 2 თვე იმუშავებს წელიწადში დაახლოებით 7-8 თვეს რა გაგებით იცით ახლა ჩვენ შეჩვეული ვართ რომ უნდა იყოს ძალიან სიჭბო და ჩვენი მოსახლეობა ზღვაზე მანამ არ მიდის სანამ ტემპერატურა არავა 30 გრადუსამდე ასე არ არის მაგალითად მთელი რუსეთი ადრე რომ ჩამოდიოდა რუსეთის მოსახლეობა რამ ხელაა და ავიღოთ და უკრაინა და ბელორუსია და სხვები ეს ქვეყნები ხომ ისინი სიამოვნებით ადრე ჩამოდიოდნენ და ჩამოვლენ თუ კი ჩვენ გვექნება და უკვე გვაქვს ფაქტიურად კარგი სიტუაცია ჩამოვლენ ფაქტიურად ზამთარში ხომ გინახავთ რომ აი ცივწყალში ყინული წყალში ბანაობენ და ჩვენთან ზამთარში არის საშუალოდ არის 10 გრადუსი, ყველაზე დაბალი ტემპერატურა არის 7 გრადუსი და ეს არის რაღაც რამდენიმე დღის განმავლობაში. სხვა დროს არის 13, 15, 20 გრადუსი. ეს სასიამოვნო ის არის რა ქვია ტემპერატურა რომ იბანავოს და ჩავიდეს და გაიკარჟოს თავისი ცხოვრება. საქართველოში საფეხბურთო ტურიზმის განვითარებას გარკვეული პერსპექტივა აქვს. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ბუნებრივი პირობები შავ ზღვაში და კლიმატური პირობები სანაპიროზე. თუ კლასიკურ დაივინგს ავიღებთ, როგორც არის წითელი ზღვა, ხმელთაშუა ზღვის, ანტალის სანაპირო და ეგეოსის ზღვაში, რა თქმა უნდა, ესეთი შესაძლებელი ბუნებრივი პირობები არ არის. ის ლანდშაფტი, ის მრავალფეროვნება, მარჯნის რიფები, რა თქმა უნდა, შავ ზღვაში არ არის. ამიტომ იმ კუთხით უნდა მიუდგეთ შავი ზღვის საფეხბურთო ტურიზმის განვითარებას, რომელიც საშუალებას გვაძლევს თავად ეს ეკოსისტემა. აქ საერთოდ საფეხბურთო ცურვაში, საფეხბურთო ტურიზმში და დაივინგში ძალიან ბევრი მიმართულებები არის, საფეხბურთო ფოტოგრაფირება, იგივე ეკოლოგია, ბიოლოგიური კვლევები არის. ეს ჩვეულებრივად მოყვარული დაივერების იკვლევენ და ერთ-ერთი მიმართულება არის ვეგ დაივინგი, ეს არის ჩაძირული ობიექტები და ჩაძირული გემების მოძიება და კვლევა. ჩვენ ახლა რამდენი ერთი გემი ჩაძირეს, ჩვენმა ხელისუფლებამ მეორე ჩვენ თავად ვიპოვეთ, მაგრამ სამწუხაროდ საკმარისი არ არის. ამიტომ თუ თქვა ჩვენ მინდა რომ ეს ტურიზმი განვითარდეს ამ მიმართულების, აუცილებელია ამ მონაკვეთებზე, სადაც ჩვენ მივუთითებთ, სადაც ასე თუ ისე კარგი გამჭვირვალობა, ნაკლებად შემოდის დინარეები, რამდენიმე ესეთი ცოტა მოზრდილი გემი ჩაიძიროს სხვადასხვა სიღრმეზე, სადაც ტაღას არ ექნება ზემოქმედება. უნდა მოხდეს ჩაძირული ობიექტების კიდევ უფრო სერიოზულად გამოკვლევა და რაც თავარი გამდიან იქიდან რომ ძალიან შემცირებულია ზღვაში ბიორესურსები და განსაკუთრებით უხვად თევზსახეობა, აუცილებელია თევზის აღწარმოების პროექტები შედგეს და არა მარტო შავ ზღვაში უნდა შედგეს ესეთი პროექტები, არამედ იგივე ახლომდებარე ტბებში. ხელისუფლებისგან აღნიშნეს და მეც ხას გავუსვამდი რომ უნდა იყოს ესე იგი მეტი გამოიყოს მეტი სახსრები აქვე უნდა დავაინტერესოთ ბიზნესმენები სხვა კომერციული საზოგადოება რომ რაც შეიძლება მეტი თანხები მიმართოთ შავი ზღვის კვლევებისათვის. კვლევები აუცილებელია. კვლევების გარეშე, მეცნიერების გარეშე ვერავინ ვერ ასე ვთქვათ გააკონტროლებს და ვერ მოაწესრიგებს შავი ზღვის მდგომარეობას. იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვლევებს. კვლევებში მეფხედველობაში მათ განსაკუთრებით ბიოინდიკაცია. ანუ იმ ინდიკატორული ორგანიზმების, ცხოველების, ცხოველების ლაპარაკი შესწავლა, რომელიც ზუსტად ასუხობს შავი ზღვის მდგომარეობას. და ამაზე ალბათ კიდეც გეყოდნენ და განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა ფიტოპლანქტონის შესწავლა, ზოოპლანქტონის შესწავლა, შემდეგ იქტიოფაუნის, აგერ უძულწოვრების შესწავლასა და ეს ყველაფერი გვაჩვენებს ჩვენ რომ ვატაროთ თქვა ძალიან ძვირად ღირებული ქიმიური და სხვა ანალიზები, აი ამ ცხოველების მდგომარეობა გვაჩვენებს რომ თუ რა მდგომარეობაში არის ზღვა. ამიტომ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ და მოუწოდოთ საზოგადოებასაც რომ ერთად ხელისშემსაკიდებული არ დავაბიძუროთ, არ დავანაგვიანოთ სხვა და ამავე დროს გავაძლიეროთ კვლევები. ეს მსოფლიოს მოთხოვნა რომ კვლევები უნდა იყოს სულ მეცნიერება უნდა იყოს ჩართული ზღვის აღდგეს ჩვენი ინსტიტუტი ხო და უნდა ხდებოდეს ყოველწლიური შესწავლა რა ცვლილებები მოხდა წლიდან წლამდე და ასე შემდეგ. მეორე უპირველესი და უმთავრესი არის რომ მე რო გითხარით არ უნდა შეედინებოდეს დაბინძურებული წყლები გაწმენდის გარეშე სპეციალური აშენებული უნდა იქნეს.
არ უნდა ჩაედინებოდეს ეს წყლები ზღვაში და მესამე ყოველი მოქალაქე ვალდებულია რომ დაიცვას სისუფთავე და დაიცვას აბიძურებისა